დღეს მოდით ცოტა დრო დავუთმოთ ზეციური დედა იერუსალიმის შესახებ ჭეშმარიტების გასაგებად. ბიბლიაში ბევრი წინასწარმეტყველებაა და მათ შორის ვხედავთ, რომ ამ წინასწარმეტყველებებიდან ბევრი საბოლოოდ მიგვიყვანს ჩვენი ზეციური დედა იერუსალიმის ჭეშმარიტებამდე. ჩვენ ეს საკითხი კარგად ვიცით. ძველი შეთანხმების ყველა კანონი მიგვიწვის იმ გზამდე, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია მივიდეთ ქრისტესთან. ახალი აღთქმის კანონში, ანუ ახალი აღთქმის დროს, ყველა კანონი, რომელიც გვხვდება ახალ აღთქმაში, მიგვიწვის მარადიულ ახალი იერუსალიმის ზეციურ დედასთან. ამის დადასტურება შეგვიძლია ბიბლიის სწავლებით. მიუხედავად იმისა, რომ ბიბლია მოწმობს ამ ფაქტს, მსოფლიოს ეკლესიებს არ ესმით, ან არ აღიარებენ დედა ღმერთის შესახებ ჭეშმარიტებას და მხოლოდ ღმერთს მამას უწოდებენ. თუმცა ბიბლია მიგვიწვის იმის გააზრებამდე, რომ ბიბლიის 66 წიგნში ყველაზე მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება არის ჭეშმარიტება ზეციური დედა იერუსალიმის შესახებ. მოდით დავადასტუროთ ეს წინასწარმეტყველების მეშვეობით გამოცხადების წიგნში, მე-19 თავი, 6 მუხლი, მასში ვკითხულობთ. გავიგონე ხმა, როგორც ბევრი ხალხის ხმა და როგორც ბევრი წყლის ხმა, როგორც ძლიერ ქუხილთა ხმა, რომელიც ამბობდა, ალილუია. რადგან გამეფდა ჩვენი უფალი, ღმერთი ყოვლის მპყრობელი. გავიხაროთ და ვიმხიარულოთ და დიდება მივაგოთ, ვინაიდან მოვიდა კრავის ქორწილი და მისმა სასლომ თავი გაიმზადა. კრავი აქ გულისხმობს მეორე მოსვლის იესოს. იმ დროისთვის, როცა ეს დაიწერა, უკვე 60 წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც პირველი მოსვლა იესოზეცაში ამაღლდა. ამ მუხლების მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ უნდა იყოს კრავის სულიერი ცოლი, რაც არის მეორე მოსვლის ქრისტე. მოდით გადავიდეთ გამოცხადება 21 თავი, 9 მუხლი. ნათქვამია. მოვიდა ერთი იმ 7 ანგელოსთაგანი, რომელთაც 7 უკანასკნელი წყლულით სავსე 7 თასი ჰქონდათ და მითხრა, მოდი და გიჩვენებ სასწლოს, კრავის ცოლს. წამიყვანა სულით დიდსა და მაღალ მთაზე. მიჩვენა, რა იქნა ნაჩვენები. წმიდა ქალაქი იერუსალიმი, რომელიც ციდან ეშვებოდა ღვთისაგან. იერუსალიმი აჩვენა მას შემდეგ, რაც ანგელოზმა თქვა, მე გაჩვენებ კრავის ცოლს. გალატელთა მე-4 თავი, 26 მუხლი. ხოლო ზენა იერუსალიმი თავისუფალია. ვინ არის ის? ის ყველა ჩვენგანის დედაა. ვინ არის იერუსალიმი, რომელიც ღმერთმა აჩვენა მოციქული იოანეს გამოცხადებაში? მას შემდეგ, რაც ანგელოზმა თქვა, მე გაჩვენებ პატარძალს, კრავის ცოლს, აჩვენა მას ქალაქი იერუსალიმი. ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ ეს საკითხი ბიბლიის მეშვეობით, რომ ეს არის ქალაქი იერუსალიმი, რომელიც სიმბოლურად განასახიერებს ჩვენს დედას. ამით მინდა დავასკვნათ დღევანდელი ქადაგება. დიდი მადლობა.